სულხან საბა ორბელიანი. დიდოჯარი და მეფუნდუკე. ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ბოლნისის მთის ძირში, გზის პირას, ერთი კარგი ფუნდუკია ეშენებინათ. მეფუნდუკე ისეთი კაცი იყო, რომ ფუნდუკთან გავლილ მგზავრს ღამეს უსასყიდლოდ ათევინებდა, ასმევდა, აჭმევდა, ცხენს ქერსა და ბზი აძლევდა, მეორე დღეს კი სტუმარს გასამრჯოლოს გარეშე ისტუმრებდა. ერთხელ მეფუნდუკეს ერთი დიდოჯარი ესტუმრა დიდი ქარავანით. მეფუნდუკე კარგად დაუხდა. იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა, გზები ჩაიკეტა, ქარავანმა გზა ვერ გააგრძელა და ვერც უკან დაბრუნდა, ამიტომ დიდოჯარს სამთრის გატარება ფუნდუკში მოუწია. მეფუნდუკემ სტუმრებს არაფერი გამოართვა და ხალხსაც და აქლემებსაც თავისი ხარჯით გაუმასპინძლდა. ერთხელ, ერთმანეთში საუბრის დროს დიდოჭარმა მეფუნდუკეს კითხა, შვილი ყავსო? მეფუნდუკემ უპასუხა, არა მყავსო. თურმე კეთროვანი შვილი ყოლია და მის გამოჩენას მოერიდა, ჩემს სტუმარს არ შეეზიზღოს, ჩემი მასპინძლობა აღარ იამებაო. ამიტომ, სანამდე ვაჭარი არ წავიდა, შვილი გარეთ არ გამოუშვა. მოვიდა გაზაფხული, მთა გაიხსნა. დიდოჯარი წავიდა, იგი ძალიან მადლიერი იყო და სურვილი ჰქონდა მეფუნდუკისთვის სამაგიერო სიკეთით ეპასუხა. დიდოჯარის წასვლის შემდეგ მეფუნდუკემ შვილი გამოუშვა. შვილი გაუნაწყენდა მამას და უთხრა, მაინც გძულვარ და აქედან წავალო. გამოუდგა უკან ქარავანს და დაეწია. დიდოჭარმა კითხა, ვინ ხარო? მან უპასუხა, მეფუნდუკის შვილი ვარ. მართალია უშვილობა დაიბრალა, მაგრამ სინამდვილეში ჩემს გამოჩენას მოერიდა, მახინჯია და სტუმარს მისი ნახვა არ იამებაო. მე გაუბრაზდი და წამოვედი, წავალ სადმე, რამე მეშველება, ან დავიღუპებიო. დიდოჭარმა ფიცი მისცა, თუ რამ გეშველება, გიშველიო. წაიყვანა მეფუნდუკის შვილი და წავიდა. მივიდა შინ, ექიმები მოაყვანინა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს გახდა. ერთმა ექიმმა უთხრა, თუ ბიმეორის წლის ერთადერთ, კარგ და ლამაზ შვილს მოკლავს და მის სისხლს კეთროვანს წაუსვამენ, მორჩებაო. დაღონდა დიდოჭარი, მოსაკლავად შვილს ვინ მისცემდა? დიდოჭარს თავად ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, ზუსტად ისეთი, როგორიც მკურნალმა აუღწერა და თქვა, თუ ჩემი შვილი არ შევწირე, მამის სიკეთერითი გადავიხადო. ცოლი სხვაგან გაიტყუა. მოკლა შვილი. სისხლი კეთროვანს წაუსვა, რომელსაც ცხესავით მოძვრა ქერქი და განიკურნა. დიდოჭარმა მკვდარი შვილი აკვანში ჩააწვინა და ზეწარი წახურა. დიდოჭრის ცოლი მუცლისა და ძუძუების ტკივილმა შეაწუხა. მივიდა ქმართან და ჰკითხა, ძუძუები მეწვის, ჩვენს პირმშოს ხომ არაფერი სჭირსო? ქმარმა უპასუხა, არაფერი სჭირს, ტკბილად ძინავსო. მივიდა დედა, ბავშვს ძუძუ მისცა და მანაც წოვა დაუწყო. ამოიყვანა სახსალამათი ბავშვი, რომელმაც დედას სიცილი და თამაში დაუწყო. ბავშვს ყელზე ოქროს სალტესავით აჩნდა რაღაც. ქალმა ქმარს დაუძახა, ეს რა არისო? ქმარმა ღმერთს მადლი შესწირა და ცოლს ყველაფერი უამბო.